საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვართაბედიანი გაგაცნობთ. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბორჯომი ასპინძის ნომერ 45 მაჟორიტარულ ოლქში 7 კანდიდატია დასახელებული. იციან თუ არა ამ მრჩევლებმა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა. შეკითხვით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ქალაქის რამდენიმე უბანი შემოიარა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. ბორჯომისა და ასპინძის 45 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 7 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. იცნობენ თუ არა ბორჯომელი ამომრჩევლები დეპუტატობის კანდიდატებს. ადგილობრივები ქალაქის სხვადასხვა უბანში გამოვკითხეთ. ჩემთვის სულ ერთი არცერთი ჩემთვის სიკეთე არ მომიტანა. და ეხლა ვინ არიან იცით კანდიდატები, ვინ დასახელდნენ ასარჩევად? არიან რა ვიცი რვა არის სამიანი არის რაღაც მახსოვს. გედევან ფოფხაძე ვიცი, ერთ-ერთი გიუვაშვილი ვიცი, რა ვიცი, სხვა მეც არავის არ ვიცი. კანდიდატებს არა, არ ვიცნობ მაგას. არც ერთ. სიმართლე გითხრა არ დავღრმავებურა ჯერ მაგაზე არ მიფიქრია, რომ დაუღრმავდე და კარგად ჩაუჯდე ტელევიზიას ან რეკლამებს ან და უსმინო. ზურა ხალხიძე ვიცი და გედი ფოფხაძე. სხვა კანდიდატები არ ყოფილან? მეტი არავინ არ მინახია, არ ვიცი. ჩემი კანდიდატი ერთია და საიდუმლოთმა. არა, საერთოდ თუ იცით ვინ არიან დასახელებული? ნუ რა ვიცი, ბურჯანაზე და სულ ვიცი. არ ვიცი, არც ერთი. არა, არ დავინტერესებული ვარ სხვათა შორის. ახლა გედი ხელმეორედი. კიდევ რამდენი ისე ამდენი პარტიებს მე არა ვარ თანახმარებს. 3-4 ხო არ ყოფნის შვილო. აი ჯერჯერობით ვიცნობ ორ კანდიდატს, არ გავცნობი ვარ, იმიტომ ჯერ ცოტა ადრეა რა. ჩემთვის ადრეა და მოახლა არის. რომელია ეს ორი კანდიდატი? აი ხაჩიძე და ყოფილი, მე მგონი ყოფილი ფოფხაძე რა, გედი. ზურას ვიცნობ, ფოფხაძეს ხო ვიცნობ და ვიცნობთ ეგ. მუდმივი მაცხოვრებელია ჩვენი. მაგურს კარგად ვიცნობ, მაგრამ დანარჩენები სხვა კანდიდატების შესახებ თუ ხსმენიათ რამე ვინ იყრისკენ? არა. ჯერ არავის არ გავცნობი ვარ, არ ვიცი. ბორჯომის მაჟორიტარებად გედევან ფოფხაძე. ხო, რა ვიცი, მეტი არ ვიცი, რა სიმართლე რომ ვიტყვით. პარტიებიდან როგორ არ ვიცი. ერთი ქართულ ოცნებიდან გედი ფოფხაძეა წამოყენებული. ლეიბორისტებმა ხო ის წამოაყენეს, რა გვარი არის ის ბიჭი გიოშვილი. ხო, ნაციონალებიდან ვაიმე და ტარიელი ლონდარიძე და ის ჩვენი ის ხო არის კიდე ზურა ხაჩიძე ეს გირჩებიდან არის მგონი, ხო? ბორჯომი ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი 7 პარტიამ დაასახელა. ესენი არიან გედევან ფოფხაძე, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ტარიელ ლონდარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ზურაბ ხაჩიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, კახა ბერიძე, პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისათვის, გიორგი გიუაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ამირან ტყეშელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა, აკაკი ლეკიშვილი, ეროვნული ფორუმი. დეპუტატობის კანდიდატებს აქტიურობისა და ამომრჩევლებისთვის თავის გასაცნობად ერთი თვე რჩებათ. პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი ასპინძის ოლქში ბორჯომში მოსახლეობას ხვდება. ამჯერად ზურა ხაჩიძე დაბისა და წაღვერის მოსახლეობას შეხვდა და აქ არსებული მთავარი პრობლემები მოისმინა. შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაბა წაღვერის ცენტრში შედგა. ზურა ხაჩიძემ წაღვერისა და სოფელ დაბის მოსახლეობისგან ამ თემში არსებული მთავარი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივები დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. იმას ვაპროტესტებთ, რომ ბაკურიანი მოსალოდნელია გადაიქცეს უფრო დიდ ქალაქად, როგორც არის. თქვენ ახლა გავითვალისწინეთ, იქიდან წამოღებული ნაგავმა ყველა უნდა გაეროს წაღვერში. ეს ხო პროტესტია. ესე იგი, ერთი მაგან ორი ხო არა. როდესაც რომ ბაკურიანსა წაღვერთან შედარებით 1000-ჯერ უკეთესი ტერიტორია აქვს, რომ რატომ მოაქვს ნაგავი აქ დაბის ქვეით, ამ პატარა ადგილზე.
იქ ფიჭვებია რაღაცა ის უნდა ითხრა დაითხრა ვაპროტესტებთ რომ არ გაკეთდეს იმიტომ რომ იქ კეთდება ველოტურის შენობას აკეთებენ და არ არის ნაგავის სასურველი რომ დაიყაროს სოფელთან ახლოს აი ეგ ალბათ გამგეობის ნებართვა გაცემული კი ზუსტად არ ვიცით ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბაში ველოტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმებოდა. ნაგავსაყრელის მშენებლობა კი ამ პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მივიყავით სოფლიდან ჩასულები, აგერ ხმე ხელმოწერებიც ამაქვს ამის ქვაბლა სოფლის ხელმოწერები, რომლებიც წარუდგინეთ გამგებელს. მიუხედავად ამ ხელმოწერებისა, იმის შემდეგ მოგვივიდა მისგან ნებართვა რაღაცა გაურკვეველი არ ვიცი მე ვის მიგადასცა ნებართვა იმისა რომ ეს შეპესე მოვიდა და ისე მოითხოვენ ამ ნაგავსაყრელის გაკეთებას. საკითხს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას უქმნის საკითხს რეკრეაციული ზონა ვართ ხალხო გამოცხადებული სოფელი დაბა დამწვარი დაბუგული კომპენსაციები ჩვენ არ მიგვიღია არაფერი ხალხს ეს არ გაუპროტესტებია მაგრამ ამას ვერ დაუშვებთ. პირადად მე კაბინეტში დავპირდი დიმიტრი ყიფიანს სულ არც ერთი მეზობელი მეგობარი სოფლელი არ დამიდგეს გვერდში და ოპოზიცია იქნება მთავრობა პირადად მე აი კიდევ ტელევიზიით ვაჟღერებ სიცოცხლეს დავთმობ და ამის ნებას არ დავრთავ ადგილობრივებს შეხვედრაზე ზურა ხაჩიძე პრობლემის მოგვარებაში გვერდით დგომას დაპირდა. თუ ნაგავსაყრელი აშენდება ინვესტორი ამბობს რომ მე აქ ველოცენტრს ვერ გავხსნი. ამ ველოცენტრზე მიბმულია პირდაპირ გეუბნებით დაბის მოსახლეობა, წაღვრის მოსახლეობა, რომელსაც კოოპერატივის სახით გაკეთებული აქვს სასათბურე მეურნეობა, რომლითაც უნდა გამოკვებონის ტურისტები, რომლებიც ჩამოვლენ ამ ადგილას. აქედან გამომდინარე, ამას უნდა პოლიტიკური ნება, პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილება, უამრავი აუთვისებელი ადგილია ბორჯომის რაიონში და შეგვიძლია რომ იქ გაკეთდეს ეს ნაგავსაყრელის გადამამუშავებელი. ეს თავისთავად კარგია, ცუდი პროექტი არ არის. თქვენი დეპუტატობის შემთხვევაში რა შეიცვლება? ჩემი დეპუტატობის შემთხვევაში და მანამდეც მინდა გითხრათ რომ მე ამ ხალხის გვერდით ვიქნები, არავის არ მიცემთ იმის საშუალებას რომ უადგილო ადგილას გააკეთონ ისეთი დაიწყონ ისეთი ბიზნესი რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. დაბაწაღვერის მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, ვინ, რას და რატომ აშენებს სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით ტერიტორია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცემა და აქ ნარჩენების შემკრები და გადამზიდი სადგური ნამდვილად აშენდება. აღნიშნულ საკითხს მუნიციპალიტეტში განმარტავენ. ნაგავსაყრელი არსებული დღესდღეობით სოფელ დვირის მიმდებარედ იხურება, მოგეხსენებათ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ აიღო მართვაში ნაგავსაყრელები საერთო საქართველოს მასშტაბით საკრებულოს გადაწყვეტილებით 2200 კვადრატი დაახლოებით კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა სახელმწიფოს, სახელმწიფო გადასცემს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას და სოფელ დაბის მიმდებარედ აშენდება გადამზიდი სადგური ევროსტანდარტების. ბაკურიანის მიმართულებიდან და ბორჯომის მიმართულებიდან ნაგვის კონტეინერები მივა ადგილზე, იქ რაღაც პერიოდი დასაწყობდება და შემდეგ მოხდება უკვე გადატანა ნაგავსაყრელზე. სადღაც ხაშურის მიმდებარედ კეთდება ეს ნაგავსაყრელი. მყარი ნარჩენების კომპანიას ამ გადამზიდი სადგურის მშენებლობისთვის გარემოზე ზედამხედველობის ნებართვაც კი არ ჭირდება, იმდენად უსაფრთხო იქნება ეს გადამზიდი სადგურის მშენებლობა. რაც შეეხება მიმდებარედ ველო ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ჩვენ 1 წლის ვადით მუნიციპალიტეტმა სარგებლობით გადასცა ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც იქ ააშენებს მიმდებარე ინფრასტრუქტურას. ეს არ იქნება ველობილიკი, ეს იქნება უბრალოდ ველოსიპედებისათვის ასეთი გაქირავების ადგილი, იქნება სველი წერტილები, დასასვენებელი ზონა და 1 წლის შემდეგ თუ სწორად მახსოვს 1 წელი ან 2 წელი გადავეცით, შეუულებრივად მუნიციპალიტეტს გადმოცემენ მართვაში და ჩვენ უკვე ერთ-ერთ შესაბამის სამსახურთან აიპის მივაბავთ ასე ვთქვა და იქნება მომსახურება ტურისტებისთვის. ამ ორ ობიექტს გეტყვით ანუ 800-1000 მეტრი ასე თუ კილომეტრამდე ესე არის დაშორებული ეს ანუ ორი ობიექტი ესე იქნება დაშორებული.
წინასაარჩევნო დებატები რეგიონული ამომრჩევლის ინფორმირებულობისათვის. რეგიონულმა უწყებელთა ასოციაცია ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნობენ თავიანთ პროგრამას და გამართავენ სატელევიზიო დებატებს. წინასაარჩევნო დებატები საქართველოს 20 რეგიონულ მაუწყებელში ჩატარდება. გადაცემა ფორმატის თანახმად 3 ბლოკისგან შედგება. პირველ ნაწილში პოლიტიკოსებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. დებატების მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება კითხვები კონკურენტებს დაუსვან. გადაცემის დასკვნით ნაწილში პასუხს გასცემენ მოსახლეობის შეკითხვებს. რა რიგითობით ჩაერთვებიან პარტიები დებატებში? რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში კენჭისყრით გადაწყდა. პროექტის მხარდამჭერია საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. შემდეგი სახის განისაზღვრა თავისუფალი დემოკრატები არიან პირველი ნომრით წარმოდგენილი, პატრიოტთა ალიანსია წარმოდგენილი მეორე ნომრით, ბურჟანძე დემოკრატები მესამე ნომერი, მათ თავიანთი ნომერი შეხვდათ როგორც ჩანს, მრეწველები მეოთხე ნომერი, მეხუთე ნომერი არის ლეიბორისტული პარტია, მეექვსე რესპუბლიკელები, მე მგონი ამათაც თავიანთი ნომერი შეხვდათ, მეშვიდე არის ფორუმი, მერვე არის პატრიოტთა ნაციონალები უკაცრავად და მეცხრე არის ოცნება. სწორედ აი ამ სახით განაწილდება რიგითობა რეგიონულ ტელეკომპანიების ტელედებატებში. თავარი მიზანია ცხადია, რომ აუდიტორიამ მიიღოს ინფორმაცია და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. თავმები ამ პროექტს ნამდვილად საჭირო იყო ამ პერიოდისთვის. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის თითოეულ რეგიონს მივაწვდეთ ჩვენი ხმა. ჩემი ერთადერთი ინტერესის სფერო წარმოადგენს დღევანდელი სხვა პარტიების დამოკიდებულება აღნიშნული პროგრამისადმი, რამე თუ მათ ცალსახად მოუწევთ პირდაპირ უშუალო შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოსახლეობის მხრიდან, მოუწევთ უშუალოდ ასე ვთქვათ კონკურენტების, პოლიტიკური კონკურენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა. კარგი პროექტია, იმიტომ რომ თავს წარმოიჩენენ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები იმ რეგიონებში, სადაც იყრიან კენჭს და მოსახლეობას შეატყობინებენ თუ რას აპირებენ, გააცნობენ ჩვენ პროგრამას. ქალაქის ქუჩებში მომრევლებული ძაღლები და დაუცველი მოსახლეობა. ბორჯომში უპატრონო ძაღლები კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. უკვე 4 დღეა ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ ჩარხისწყალზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ლეილა გელაშვილმა დახმარების თხოვნით ტელეკომპანია ბორჯომს მიმართა. ჩარხისწყალზე ნიკოლაძის ქუჩა ნომერ 16-ში მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა. უპატრონო ძაღლი უკვე 4 დღეა ეზოს კარებთან წევს. ადგილობრივები ეზოს გარეთ ვერ გამოდიან. დაკონტაქტება ჩვენს შორიდან ვცადეთ. ვერ გამოდიხარ 4 დღეა სახლიდან? 4 დღეა სახლიდან ვერ გამოდიხარ? მალე ეზოში შესვლაც მოვახერხეთ. აღნიშნული პრობლემის გამო ტელეკომპანია ბორჯომს ამ ქალბატონმა მიმართა. აღმოჩნდა, რომ ლეილა გელაშვილი ტელევიზიას არა ფაქტის გაშუქების მიზნით, არამედ უპატრონო ძაღლის დასაჭერად დაუკავშირდა. მე მგონა რომ თქვენ იმიტომ მოხედით რომ უნდა დაიჭიროთ. არა, ჩვენ ტელევიზია ვართ და დაჭერაში ნაკლებად. აბა ვის დაურეკო ახლა? მე დავრეკე თქვენ მიცხრეს რომ იქ დარეკეიო და მე არ ვიცი ახლა ვის უნდა დავრეკო. არ ვიცი მე ვისთან დავრეკო, ვინ შევაწუხო არ ვიცი მე და ასე რო იყოს ასე არ არის მიზანშეწონილი. ვიღაცას რო დაწითქნეს და მოკვდება, ბა ისე კარგი იქნება. აქედან 4 დღე ვერ წამოვსწორ ვარ. თქვენი ეზოს კარებთან. კი, აი ჩემი მაზლის ეზოა ესა. მე გზა არა მაქვს, გზა იქიდან საშინელი გზა მაქვს და ჩემ მაზლა მიწა რომ თუ გაჭირება აქედან იარეთ ხოლმეო და აქედან დავდივარ და ვეღარა მოვდივარ. ან სახში ვერ ბრუნდები? ვერა, აი იქიდან გლახა გზით დავდივარ, საშინელი გზა არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ რეაგირებას იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ მოქალაქე მათ განცხადებით მიმართავს, ან ტელეფონით დაუკავშირდება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამგეობის წარმომადგენლებს ქალაქ ბორჯომის ადმინისტრაციული ერთეულში მიმართონ და რაღაცა ესეთ კრიტიკულ სიტუაციებში შეძლებს დაგვარად დახმარებას გაუწევთ. ტელეფონით შეიძლება დაუკავშირდეს 22 33 55 ქალაქის ნომერზე და შემდეგ უკვე შესაბამისი სამსახურში გადართავენ კეთილმოწყობის სამსახური კრიტიკულ სიტუაციებში ახდენს უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას სამძაღლების. გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს. 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ეს, მაგრამ მე ხა ამ ეტაპზე არ შემიძლია გითხრათ ეს იქნება თავშესაფარი თუ ეს იქნება სხვა გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ აუცილებლად ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ეს იქნება გათვალისწინებული.
ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 8 სექტემბერს ბორჯომში მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა 14, მაქსიმალური კი 27 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან მზე იქნება 10 საათზე 21 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 26 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათზე. 27 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 16 საათზე. 22 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა 19 საათზე. 22 საათზე მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უმეტესად მზიანი ამინდი იქნება 9 სექტემბერს, ტემპერატურა 27 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანობა მოიმატებს 10 სექტემბერს, ტემპერატურა 23 გრადუსამდე დაიკლებს. მზე იქნება 11 სექტემბერს, ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება. 25 გრადუსი იქნება 12 სექტემბერსაც. 13 სექტემბერს მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო 7 სექტემბრის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.